მოგესალმებით, მეგობრებო, მოკლედ ესეთი პრობლემაა, ამ ზამთარს ხომ მოსდევს ბევრი პრობლემები. ერთ-ერთი არის წყლის გამაცხელებელი, რომელიც არის შიგაწვის. სპეციალურად ჩინით დავაყენე, რომ არ გაყინულიყო. და მოკლედ ეხლა რა ხდება? არ ითვება რა ეს დალოცვი, აქედან მუშაობს სენსორი. მაგრამ წყალს როგორც მოუშვებ. რეაგირება რა აქვს? არადარა ვიცით გაზი შედის. წყალი შედის და გამომავლიდანაც გამოდის. მოკლედ ანინთება ცეცხლი. მოკლედ პირველად ხსნი ახლა ამას დანაშლელი ჯერ არ მაქვს და რაც დავგუგლე შესაძლო ვარიანტები რაც შეიძლება არ მუშაობდეს და რის გამოც არ ანთებდეს ნაპერწკალს ესენია მაზერბორდი რომელიც გამორიცხულია რომ ამის პლატას რამე ჭირდეს. მეორე კვება და კვება შედის იმიტომ რომ ეკრანი მუშაობს აზრზე არის სენსორები. მესამე გამწოვი კულერი არ მუშაობს, არ გააქვს და ავარიულ რეჟიმშია და არ ირთვება კანონკა. მეოთხე წყლის შემავალი, არა გაზის შემავალი ის აქვს ელექტრონული კლაპანი მაგი არ იხსნებოდეს და პრინციპში რაღა დაგვრჩა ჩვენ. მგონი სულ ესაა და ეხლა დავიწყებ შემოწმებას ამ პროგრამისას. ხილად უნდა დავშალოთ. მას გადასახსნელი რა აქვს სამე? კი, არის აქვს გადასახსნელი. ახლა ყურა გაჭედილი კულერი. არა, კულერი კარგად გურავს. ხო, ესე იგი ხა რა გავაკეთე მე? შევამოწმეს გაზი თუ მოდიო და გადავხსენი გაზი მოდის. მეტი მიზეზი აი ვაფშე არ ეთყობა არაფერი, ნაგარიც არა აქვს, შტეკერები. აი ახლა ერთ-ერთი რა უნდა გავაკეთო. გადავხსნი ხა მას და შევაერთებ პირიქით, რომ ნახე, აქედან რო შედის წყალი აქ, პირიქით რო გავაკეთო, აქედან შევიყვანო წყალი აქ და დავაბრუნო უკან. ამით მოხდება გამორეცხვა, თუ სანმე რამე ნაგავია დაუშვა და წნევა არ იქნება, რომ კლაპანი გააღოს, გამორეცხავ ხა, გადავანასრებ ამ ყველაფერს და მერე დავიწყებ გადაერთებას ისევ სწორად. ტესტერით შევამოწმე რა, ესე იგი, რო ჩართავ, აქ არ მოდის დენი, რო გააღოს კლაპანი და მე აანთოს და ანაპერწკლოს. შესაბამისად, ეგი უნდა შემოწმდეს პირველ რიგში. წყალი როცა გადის, თვითონ ეს სენსორი კლაპანი რაც არის, რამდენად მუშაობს, იმიტომ რომ 5 ვოლტი მოდის კომპიუტერიდან, მაგრამ ეს რას აკეთებს, ახლა ეს უნდა შევისწავლო. შეიძლება ამის გამო არ ითვლებოდეს კანონკა სენსორი უნდა მოხსნა. იხსნება და ნახავ ახლა მას. ესე იგი მეგობრებო, ეხლა მე ესე ვარაუდობ, რომ ეს მუშაობს და თუ გაამართლებს მე და კი გამოჩნდება ვიდეოს ბოლოს. ესე იგი, როდესაც მე კრანს მოვუშვებ, დაბალი მიწნევით, შედარებით აქედან შევახო დაბალი წნევა. ეს მე არეგულირებს რა ზომის წყალიც გადის, მის მიხედვით კომპიუტერს აწვდის სიგნალს და მე კომპიუტერი მის შესაბამისად გასუმატებს, რომ ცეცხლი ძალიან არ დაწვას ან რაღაც, რადგან სენსორულია, ყველაფერს არეგულირებს, ასე რომ ვთქვათ, სენსორები და ძალიან სპეციფიკური მუშაობა აქვს, ამიტომ ჩემი ვარაუდით რაღაც ამას ჭირს. ეხლა ეს უნდა გამოვიღო და დავაკვირდები, აბა გასაწმენდი ხო არა. მაგნიტები არის შიგნით რა, როგორც ღვთები ახლა. მოდი ახლა მას მოვხსნი და ვნახოთ.
მოკლედ გაოგნებული ვარ რა ეს ძალიან უცნაური მოწყობილობა რაც ჯერ არ მინახი აქამდე კეთ ფრთებია ესე იგი წყალი აბრუნებს ფრთებს და როგორც ხვდები შიგნით არის ძრავი არა ფრთები მაგნიტის და მაგნიტის სიმით ხვდება სისწრაფეს რა რაც უფრო სწრაფდება მით უფრო ძლიერი დინება წყლის გაზში შემავალი და შესაბამისად მე თulis კომპიუტერი რა გაზი ჩააფრქვიოს მანქანის სისტემა როგორც მანქანის ძრავი მუშაობს ისე ცოტა რაღაცა ნაგარი და რაღაცეები ჩანს ჭუჭყი არ ვიცი საიდან შევიდა ფილტრი ეყენა მაგრამ მაინც იყენებს მოდი ახლა მას კომპრესორს დაუბერავ კარგად ჰაერის წნევით გავწმინდავ და მე ცთი მე აწყობას რა გამოვა ვნახოთ მაგრად მაინტერესებს ჩაუბერე მოგლეთ რა გამოჩნდა ისენი რა ქვია მაგნიტები ახლა არ ვიცი რამდენად ჩანს იქ რაღაც ჭუჭყები რო იყო ახლა უფრო გაიწმინდა და ბრუნავს თავისუფლად ახლა შედარებით მე მგონი 10 ლათს უნდა გააკეთოს უპრობლემოდ რა მოდი ახლა დავაგოთ და ვნახოთ ხო რატო მოვედი აქ და რატო მოვადექი მაინდა-მაინც ამ გეიჯს ხო იმიტომ რომ აქ 5 ვოლტი მოდიოდა სიგნალი მოდიოდა აქედან ხდება მე მგონი მე განაწილება ინფორმაციების და კროს სიგნალი არ მოსულიყო მაშინ მივადგებოდი სხვა რაღაცას კაი წავედი ახლა ვაწყოთ და ვნახოთ რა მოხდება ჩავწოთ და დავაგვიდეთ ხანაკარანია გაგვიდი ხო აინთო ჩაითო ჩვენი გასქურა ვეკიდა პარი აბა დავკეტოთ კრანი всё გაითიშა ახლა ეს კარგად უნდა გავამშალოთ როშინიც სინესტე არ დაგურჩეს თორემ მე აუთქლება და რამე არ დაზიანოს წყალი არ გასდის რამეს გავაშურე ხა ფენითაც კარგად გავაშურებ და მე ავაწყობ მორჩა მოვწმინდე აღარ აქვს სისველი აღარაფერს ეს ხა დაგვრჩენია ხა ესენი ჩავსვათ და გავაფაროთ ჩავთოთ ეს ასე მუშაობს წესრიგში ახლა გავთიშეთ კულერი ბრუნავს საჩვენებს კულერი ახლა გაიწოვს დაგროვილცეოს და გაითიშება ჩვენი წყლის გამაცხელებელიც დაამთავრა კულერმა მუშაობა გამათბობელი მუშაობს იდეალურად არხი გამოიწერეთ მოიწონეთ აბა შევხვდებით შემდეგ ვიდეოში თითოეულობის რეჟიმში ვართ მაგრამ ეს ტრაქტორი რაღაცა კარგად თოლავს იმედიანად